მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო. დღეს შემოდგომის ბოლო ოთხშაბათია და ტრადიციულად 5 საათზე რადიო ცნობის ეთერშია გადაცემა მე და გარემო გიორგი გულიაშვილთან და ანა ცხადაძესთან ერთად. გამარჯობა გიორგი. მოგესალმები ანა, მივესალმები ჩვენს მსმენელს და ჩვენს სტუმარსაც მივესალმები. მოკლედ ამასობაში გადაცემა უკვე 3 თვის არის. ჯერ პატარები ვართ, მაგრამ ყავს ჩვენი მსმენელი და მაყურებელი. ის ადამიანები, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია გარემო, ჯანსაღი გარემო, მისი სწორად მართვა და დაცვა. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემაა წყალი, სასმელი წყალი, ზოგადად წყლის რესურსები, კონკრეტული მიმართულება, ანუ ის წყალი, რომელიც ჩვენს ონკანებში მოდის და ზოგადად სისტემური მიდგომა, როგორ ხდება ამ საკითხთან მიმართებაში. და ჩვენი გადაცემის სტუმარია ბატონი გიგა ნადირაძე, GVP-ის აქტივების მართვის დირექტორი. მოგესალმებით ბატონო გიგა. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელებს და რა თქმა უნდა მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ. მოკლედ მინდა დავიწყო იმით, რომ ანუ წყალი ჩვენი ქვეყნისთვის, ანუ ყველა ქართველი ფიქრობთ, რომ წყლის რესურსი ერთ-ერთი მთავარი რესურსი გვაქვს ქვეყანას, რომელიც ჭარბად გვაქვს. ეს ერთი. ასე ვფიქრობთ ქართველები. და რომ მტკნარი წყალის ნაკლებობა არ აქვს ქვეყანას და იმ იშვიათი ქვეყნების რიცხვში ვართ, რომელიც ამაყობს იმით, რომ შეგვიძლია ონკანიდან მივირთვათ წყალი. და ეს ალბათ მარტო ბუნების დამსახურება არ არის, ვფიქრობ, ეს კიდევ დამატებითი ადამიანების შრომის და სერვისის დამსახურება. მინდა კითხოთ, აქედან გამომდინარე გამიგრძელდა სიტყვა ციკლის თაობაზე, ანუ რა ციკლს გადის პირველ რიგში GVP-ზე მითხარით, რამდენიმე სიტყვა მსმენელმა რომ კარგად გაიაზროს, ვინ ესაუბრება და შემდეგ ვისაუბროთ იმ ციკლზე, რომელსაც წყალი გადის, მოპოვება, გაწმენდა მიწოდების ჯაჭვზე, სანამ ჩვენ ონკანებში მოვუშვებთ და გამოვიხმართ. ზოგადად კომპანიის შესახებ ორიოდე სიტყვით ვიტყვი, რომ Georgia Mountain Power ემსახურება თბილისის, რუსთავის, მცხეთისა და გარდაბნის მოსახლეობას დაახლოებით 1.5 მილიონზე მეტი მომხმარებლის სასმელი წყლით და წყალარნების სერვისით უზრუნველყოფაზეა საუბარი. ჩვენ ვფლობთ უზარმაზარ ინფრასტრუქტურას, მილსადენებს, სათავე ნაგებობებს, სატუმსადგურებს და არაერთ მასთან დაკავშირებულ აქტივს, ესე ვთქვათ, რომელი აქტივებიც ჩართულია მოსახლეობის სასმელი წყლის მომარაგების მხრივ. თქვენ ბრძანეთ, რომ ციკლის შესახებ გვეთქვა თუ რა ეტაპს და პროცესს გადის მომხმარებლის ონკანამდე სასმელი წყალი, ესე ვთქვათ. პირველი ეტაპი, ესე ვთქვათ, არის მოპოვება, როდესაც ჩვენ წყლის რესურსს ვიპოვებთ საჭირო რაოდენობით, რათა შემდგომ მომხმარებლების მომარაგება უზრუნველყოთ, თუმცა უშუალოდ მოპოვებული ნედლი წყალი, რა თქმა უნდა, გარკვეული ტიპის დამუშავებას საჭიროებს, გამწმენდი ნაგებობების და საკლორატორების მეშვეობით. დამუშავების შემდგომი ეტაპი არის უკვე სასმელი წყლის ტრანსპორტირება გამანაწილებელ ქსელამდე, იმიტომ რომ სათავე ნაგებობების უმრავლესობა, საიდანაც ჩვენ სასმელი წყლის მოპოვებას უზრუნველყოფთ, არის ქალაქიდან დაშორებით, რამდენიმე 10 კილომეტრის დაშორებითაც მათ შორის. ტრანსპორტირების ნაწილში ჩვენ ვიყენებთ თავის მხრივ მილსადენებს, აქ მილსადენებს როცა ვსაუბრობ ტრანსპორტირებაზე, ანუ მაგისტრალურ მილსადენებზეა საუბარი, რომელიც არის დიდი დიამეტრის მილსადენები, 25 ერთეული ესეთი წერტილიდან ხდება დამოუკიდებელი მაგისტრალური მილსადენების მეშვეობით უშუალოდ თბილისის წყალმომარაგება. მაგისტრალების მიღმა ჩვენ რიგ შემთხვევებში ტრანსპორტირებაში აუცილებელია და ვიყენებთ სატუმსადგურებს. რიგ შემთხვევებში სატუმის სადგურის გამოყენება ხდება იმ მიზეზით, რომ უშუალოდ მოპოვების წერტილიდან ქალაქში გამანაწილებელი ქსელში ტრანსპორტირებამდე
გეოგრაფიულად მდებარეობიდან გამომდინარე სათავენაგეობა უფრო დაბალ ნიშნულზეა ზღვის დონიდან, ვიდრე უშუალოდ მომარაგების წერტილი. შესაბამისად, მოგეხსენებათ, რომ წყალი თვითდინებით ვერ წავა და ამ შემთხვევაში ერთვება მძლავრი სატუმბის სადგურები, რომელიც თავისუფლად დამატებით ელექტროენერგიას მომსახურე პერსონალს და ამ შემდეგ საჭიროებს. ტრანსპორტირების შემდგომი ეტაპი უკვე გამანაწილებელ ქსელში სასმელი წყლის მიტანამდე მთავარი არის ეგრეთ წოდებული რეზერვუარები, ესე ვთქვათ, რის მეშვეობითაც იქნება საავარიო და საბალანსო რეზერვები. რეზერვუარს აქვს რამდენიმე ძირითადი დანიშნულება, ძირითადად გამოყოფდის 3 მათგანს. ერთი ეს არის ავარიული დაზიანების შემთხვევაში, როდესაც სათავენაგეობაზე რაღაც დაზიანება ხდება, ან სათავენაგებობიდან რეზერვუარამდე, ანუ გამანაწილებელ ქსელამდე. ანუ როგორც რეზერვი. დიახ, აი საავარიო მარაგი ერთი, მეორე და ასევე მთავარი და მნიშვნელოვანი ფუნქცია რეზერვუარის არის, რომ პიკური მოხმარებების დაბალანსება უზრუნველყოს, იმიტომ რომ მოგესალმებათ, რომ წყალმომარაგების სისტემაში თანაბარწილად დროის სხვადასხვა მონაკვეთში არ ხდება წყლის მოხმარება და გარკვეული პიკური მოხმარებებია დილით პირობითად 9 საათზე ან საღამოს, როდესაც მოსახლეობა უკვე სამსახურებიდან ბრუნდება სახლში და შესაბამისად იმ პიკური მოხმარების დროს რეზერვუარმა უნდა უზრუნველყოს იმ ჭარბი მოხმარების დაბალანსება, ესე ვთქვათ. და ამის გარდა ასევე არის მთავარი ელემენტი სტაბილური წნევის შენარჩუნება ქსელში. ეს არის რეზერვუარები. რეზერვუარების შემდგომ უკვე არის გამანაწილებელი ქსელი, რომელიც გამანაწილებელი ქსელის მეშვეობითაც ინდივიდუალურად თითოეული მოხმარებამდე ხდება მოპოვებული, დამუშავებული სასმელი წყლის ტრანსპორტირება. ეს არის სასმელი წყლის ნაწილში ციკლი. ესე ვთქვათ, მომარაგების. კი ბატონო, საინტერესოა ნამდვილად რა მდგომარეობაში არის ინფრასტრუქტურა ეხლა გამონაწილებელი მათ შორის და რა ძირითადი გამოწვევები გაქვთ ამ მიმართულებით, აი ამაზე თუ შეგიძლიათ რო გითხრათ. ზოგადი შეფასების ნაწილში ჩვენ გასულ წელს დავასრულეთ სისტემის სრულყოფილი აუდიტი, ასე ვთქვათ, ანალიზი, შეფასება. ეს თბილისს ეხება, ხომ? თბილისი და რუსთავი და მცხეთაც, კი ბატონო, და გარდაბანი. ჩვენი მთავარი მიზანი ამ შეფასებისა იყო, რომ ერთის მხრივ შეგვეფასებია არსებული მდგომარეობა სისტემის, რათა დროულად მოგვეხდინა კრიტიკული ელემენტების იდენტიფიცირება და ამ კრიტიკულ ელემენტებზე უკვე ჩვენ საინვესტიციო გეგმის ფორმირებისას შესაბამისი პრიორიტეტების განსაზღვრა. შესწავლის შედეგებმა აჩვენა, რომ ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი ესე ვთქვათ, მოძველებულია. ამას ემატება ისიც, რომ საოპერაციო მაჩვენებლები, როგორც არის დაზიანებების რიცხვი, შრომის ინდექსი, დანაკარგები წყალმომარაგების სისტემიდან და ესე შემდეგ, ეს პარამეტრები, რა თქმა უნდა, საუკეთესო პრაქტიკასთან შედარებით გაუარესებულია სწორედ იმიტომ, რომ სისტემა მოძველებულია. მოძველებული სისტემის მიღმა კიდევ არის, ესე ვთქვათ, გამოწვევა ის, რომ წლების განმავლობაში წყალმომარაგების სისტემაში, თბილისი, რუსთავი, მცხეთის შემთხვევაში არ ხდებოდა და ვერ ხდებოდა საჭირო ოდენობის ინვესტიციის განხორციელება და რაც მთავარია განახლება, დროული განახლება მილსადენების. მარტივი მაგალითი რომ მოგიყვანოთ დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის და საუკეთესო სისტემების შემთხვევაში მილსადენების განახლების ინდექსი არის 0.7% წლიურად. ანუ ქსელის 0.7%-ს აახლებენ კარგ იდეალურ შემთხვევაში, როდესაც არის წყალმომარაგების სისტემა. მაშინ, როდესაც წლების განმავლობაში ჩვენთან იგივე ინდექსი 0.4%-ს არ აღემატებოდა. ანუ ფაქტობრივად ევროპაში სადაც გამართულია სისტემა, იმ გამართული სისტემის შენარჩუნებისთვის ინვესტიციები ხორციელდებოდა, ახლდებოდა, ესე ვთქვათ, და ახლდება ინფრასტრუქტურა 0.7% ტემპით, ხოლო ჩვენ სადაც გვაქვს მძიმე ვითარებაში მოძველებული მილსადენები 0.4%-ით ვცდილობდით, რომ რაღაც სიტუაცია გაგვემარჯვებებია, რაც თავის მხრივ არათუ გაუმჯობესებისთვის, არამედ იმ თუნდაც გაუარესებული პარამეტრების შენარჩუნებისთვის კი იყო სერიოზული გამოწვევა. თუმცა 2023 წლიდან ჩვენ უკვე დავიწყეთ მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება და 2023 წლის უკანა პერიოდს თუ შევადარებთ, გაორმაგებული არის საინვესტიციო პროექტების მოცულობა და ის ინდექსი, რომელიც 0.4% იყო ქსელის განახლების, 2.5%-მდე არის დღეის მდგომარეობით. ბატონო გიგა, სწორად რომ გაიგოს მსმენელმა. ანუ 2023 წლამდე
GVP შეგნებულად არ აკეთებდა ამას, ამ განახლებას და ამ სამუშაოებს, თუ რა უშლიდა ხელს, ანუ ის რომ ფინანსური თვალსაზრისით, თქვათ, გადასახადების თვალსაზრისით ევროპა ვახსენეთ, ხო? ევროპაში და განვითარებულ ქვეყნებში, სადაც იღებს ადამიანი კონკრეტულ სერვისს, ეს წყალმომარაგება იქნება თუ წყალარინების სისტემა თუ სხვა ენერგიები, რომელიც გვჭირდება ჩვენ ყოველდღიური ცხოვრებისთვის, საკმაოდ მაღალ გადასახადებს იხდიან ადამიანები. ხომ? ანუ ჩვენთან მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გვებევრებოდეს, ანუ გვეგონოს, რომ საკმაოდ მაღალ გადასახადს ვიხდით, რეალურად ის არის მინიმუმი იმისა, რითიც შეიძლება რომ ოპერირება მოხდეს მაღალ დონეზე და მაღალ სტანდარტებზე და მივიღოთ ის სტანდარტები, თუნდაც რასაც ვიღებთ. ანუ ამას მინდა ხაზი გაუსვა, აქამდე რომ ვერ კეთდებოდა, რატო ვერ კეთდებოდა? მოდი ესე ვთქვათ, რომ 2023 წლიდან, როდესაც გაორმაგებული ტემპით წავიდა ინვესტიციების განხორციელება სისტემაში, ამას წინ უძღოდა გაარკვეული მნიშვნელოვანი ცვლილებები საქართველოში წყალმომარაგების სექტორში, თბილისის წყალმომარაგების სექტორში, მათ შორის საკუთრების ნაწილის ცვლილებასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ უკვე 2022 წლიდან ჩვენ მყავს დარგობრივი ინვესტორი, Aqualia's სახით, ესპანური კომპანია, რომელიც წყალმომარაგების ბიზნესთან დაკავებული მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. შესაბამისად, მათი ხედვა და შეფასება ამ სისტემის, რა თქმა უნდა, განსხვავებული იყო, ვიდრე წინა მესაკუთრის და წინა მენეჯმენტის ფარგლებში. შესაბამისად, დარგობრივმა ინვესტორმა უკვე დაინახა არა მარტო პრობლემა თვითონ წყალმომარაგების სისტემაში, არამედ ისიც დაინახა, რომ იმ ტემპით, რა ტემპითაც აქამდე ახორციელებდა კომპანია საინვესტიციო პროგრამას, ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, რომ რაღაცა ხელშესახები მნიშვნელოვანი, ესე ვთქვათ, გაუმჯობესებები გაკეთებულიყო სისტემაში. სწორედ ამიტომ მოხდა სრული მოკლება პირველს ყოვლისა, ამ მოკლევის შედეგებიდან გამომდინარე და მიგნებებიდან გამომდინარე მოხდა რადიკალურად, ესე ვთქვათ, პოლიტიკის ცვლილება, საინვესტიციო პოლიტიკის, რომ ესე ვთქვათ, წყალმომარაგების სისტემა გაჯანსაღდეს დროულად, მაგრამ აქ არის მარტივი ამოცანა არ არის ეს. იმიტომ რომ ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ მილსადენების თუნდაც განახლებაზე, მარტივ ციფრს გეტყვით, 4500 კილომეტრი არის ჯამური სიგრძე იმ ქსელებისა, რომელიც უშუალოდ მხოლოდ თბილისს ემსახურება. 4500 კილომეტრი ქსელის განახლება, ხო, წარმოგიდგენიათ, ჯერ ფინანსურად, ფიზიკურად, რამხელა მასშტაბის სამუშაოებთან დაკავშირებული. იმ პირობებში, მაშინ როდესაც ახლა ჩვენ რო გადავწყვიტოთ თუნდაც ხვალ მთლიანად გავაახლოთ მთელი მილსადენები, ჩათვალეთ, რომ მთელი ქალაქის პარალელიზებას ვიწევთ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მილსადენების აბსოლუტური უმრავლესობა ქუჩებზე მდებარეობს და ქუჩაზე, ესე ვთქვათ, მილსადენის შეცვლა პირდაპირ კავშირში ამ ქუჩაზე საგზაო მოძრაობის შეზღუდვასთან და მათ შორის აკრძალვასთან იმ სამშენებლო სამუშაოების წარმოების პერიოდში. ამიტომ ამას აქვს რაღაცა ფიზიკური შემზღუდვები, რა თქმა უნდა, შეზღუდვები ლიმიტი არაფერი არ არსებობს ბუნებაში, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის საინვესტიციო პროგრამა და ის ხედვა ამ ინფრასტრუქტურის განახლების კუთხით რაც გვაქვს, ის კონკრეტულ შედეგს გამოიღებს აუცილებლად, მაგრამ ეს შედეგი ვერ იქნება დღეს და აქ და ახლა. იმიტომ რომ ეს გარკვეულ დროს წაიღებს, სანამ ამ ყველაფრის შედეგს ვნახავთ. პირობითად წელს რო ჩვენ ხარჯავთ 100 მილიონს მაგალითისთვის, ეს 100 მილიონის ფარგლებში განახლებული აქტივი უკვე გვაჩვენებს შედეგს მომდევნო წლიდან. მაგრამ ამის პარალელურად ის მოძველებული ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო ზიანდება და მოკლედ ეს არის მიმდინარე პროცესი, რომელიც გრძელვადიანი მიმდინარე პროცესი. აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს საუბარი მილსადენების უზარმაზარ მასშტაბზე და ამ მილსადენებს აქვს სასოцо ციკლი, ესე ვთქვათ, ვარგისიანობის პერიოდი 45 წელი. ეს არის მოკლევადიანი აქტივი. და ის მილსადენები ძირითადად კომუნისტების, ჯერ კიდევ კომუნისტების დროს აშენებული ინფრასტრუქტურაა, ხო? და მე ალბათ ახლდებოდა რაღაც პერიოდულობით, მაგრამ თქვენ თქმის არ იყოს, ეხა ყველას ერთდროულად ვერ გააკეთებთ, ხო? ეს გამორიცხულია და ალბათ რეაბილიტაცია რომ მიდის რაღაცა გამზირების კუჩების, აი იქ ხდება განახლება ძირითადად, მაგრამ ალბათ არის თქვენ ახლა შესწავლით, რომ კვლევა გაქვს ჩატარებული და შესწავლილი გვაქვს ეს მთლიანად, ხო, სისტემა სად არის და სავალალო მდგომარეობა სადაც არის, ალბათ იქ უფრო მეტი აქცენტი კეთდება, ხო? რა თქმა უნდა. და აი რუსთავის მაგალითზე მინდა, აი რუსთავში ვიცი, რომ ახლა ალბათ ყველას გვყავს ახლობლები, მეგობრები და
ვიცი რომ იქ სასმელად არ იყენებენ ამ ონკანის წყალს, დღესაც არ იყენებენ ამას სასმელად რა და ეს ალბათ ისევ იმიქიდან არის გამოწვეული რომ ინფრასტრუქტურა არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში ხო თუ რა არის მიზეზი ამის? არ ვიცი რატო არ იყენებენ სასმელად, ნუ მართალი გითხრა პირველად მსგავსი რამ, მაგრამ თუ ვინმე არ იყენებს ეს მისი გადაწყვეტილება. ეხლა სასმელ წყალთან დაკავშირებით მე რამდენიმე ფაქტორს ვიტყვი, რაც აუცილებლად ყურად უნდა მიიღოს ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც ონკანიდან წყალს სვავს, მან უნდა იცოდეს გარანტირებულად, რომ ამ სასმელი წყლის ხარისხის უკან დგას ჩვენი 5 ლაბორატორია, ცენტრალური ლაბორატორია, რის მეშვეობითაც ნებისმიერი წყალი, რომელსაც ჩვენ ვიპოვებთ დაწყებული ნედლი წყლიდან, მისი დამუშავების შემდგომ და უშუალოდ გამანაწილებელს ქსელში შერჩეული გვაქვს წერტილი, სადაც 24 საათიან რეჟიმში ვაკეთებთ ამის მონიტორინგს, მათ შორის რუსთავში. რაც შეეხება რა თქმა უნდა. ხო, გადავამუშავეთ და გავუშვით ქსელში. ანუ ქსელის კონკრეტულ წერტილებშიც კეთდება ქალაქის აუცილებლად, ხო? აუცილებლად. ყოველდღიურ რეჟიმში. კი, შერჩეულია წერტილები, მათ შორის სხვადასხვა ტიპის მაჩვენებლებზე შემოწმება სხვადასხვა პერიოდულობით ხდება, არის კონკრეტული მაჩვენებლები, რომლებიც საათში ერთხელ მოწმდება, ან კიდევ უფრო მაღალი ინტენსივობით, როგორც არის ნარჩენი ქლორი და ესე შემდეგ. რაც შეეხება რუსთავს, რუსთავში იყო სერიოზული გამოწვევები გასულ წლამდე, ჩვენ მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტები განახორციელებთ რუსთავში, საშუალოდ ერთ მომხმარებელს დაყვანილი ინვესტიცია რო შევადაროთ თბილისი და რუსთავი 2.5-ჯერ მეტი იყო, საშუალოდ ერთ მომხმარებელს დაყვანილი ინვესტიცია, რაც რუსთავში გაკეთდა და რუსთავის ის ძირითადი პრობლემები რაც იყო, მნიშვნელოვნად გადაიჭრა და იქ ხარისთან დაკავშირებით არ იყო პრობლემები, უფრო იყო უწყვეტობასთან დაკავშირებით და საკმარისი დაწნევით მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემები, რომლებიც 100% აღმოფხვრილია. ანუ დღის მდგომარეობით რუსთავის წყალმომარაგება საიმედოდ ხდება 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში. ამიტომ არანაირი რისკი იქ ხარისხის არც მანამდე ყოფილა, არც ახლა არის. შესაბამისად, ცალკეული მომხმარებელი წეღან ჩვენ ეთერის დაწყებამდე ქონდა მსჯელობა ბოთლირებული წყლის ფასისა და ონკანის წყლის ფასთან მიმართებაში და მარტივი არითმეტიკით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ონკანის წყალი 2000-ჯერ უფრო იაფია ვიდრე ბოთლის წყალი. ნუ იმ ფონზე, როდესაც 100% სასმელი წყალია ვარგისიანი ონკანის წყალი. და არა მარტო ამიტომ რაღაცა ალბათ მიჩვევაც არის, მაგრამ მე პრიორიტეტს ვანიჭებ ხოლმე ონკანის წყალს თუ და ვყიდულობ გამონაკლის შემთხვევებში, იმედია არ მიწყენენ ის წარმოებლები, რომელიც წყალს აწარმოებენ პირიქით პატივისცემა. რა მაინტერესებს გამრიცხველიანებასთან დაკავშირებით? ანუ ყველა ქვეყანაში, მათ შორის ჩვენთანაც დაიწყო, თქვათ, გარკვეულ უბნებში არის მრიცხველები დაყენდა, ხო? წყლის მოხმარების განსაზღვრელი მრიცხველები. ამას თქვათ რა დაადები, ანუ როგორც ვიცი, საქართველოში ქართველები ასევე გამოვირჩევით წყლის ჭარბი მოხმარების თვალსაზრისით. ანუ შეგვიძლია დავტოვოთ ონკანი ღია და არ იყოს ეს რაღაცნაირად არ გვაწუხებს ძალიან ბევრს. ბევრ ჩვენგანს ნენელა თქვათ სწავლობთ იმას, რომ დავზოგოთ წყლის რესურსი, რომელიც თქვათ გარდაულად არ გჭირდება, ხო? ანუ აი გამრიცხველიანებასთან დაკავშირებით როგორ შეხვდა მოსახლეობა, ერთი მაინტერესებს ეს მიმართულება და რაღაცა თვალსაზრისით თუ კი შეცვალა გარემოებები, როდესაც ადამიანმა იცის, რომ მაგალითად მრიცხველი მოძრაობს. საინტერესო საკითხია და მაგმართულებითაც ასევე ბიზნესისთვისაც, ანუ მარტო მოსახლეობისთვის არა. დიახ. წარმოებებისთვის. მოდი ორი სიტყვით შევეხები მომხმარებლების კატეგორიას. ჩვენ გვყავს ძირითადად სამი კატეგორიის მომხმარებელი, სამი ტიპის მომხმარებელი, ესე ვთქვათ, არის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი, რომელიც განმარტებულია კანონის მიხედვით საყოფაცხოვრებოს გარდა ნებისმიერი სხვა, მათ შორის კომერციული, საბიუჯეტო და ესე შემდეგ. იქ ეს სეგმენტი 100% გამრიცხველიანებულია. ანუ 100%-ით არასაყოფაცხოვრებო სექტორი არის გამრიცხველიანი. რაც შეეხება საყოფაცხოვრებო სექტორს, თბილისის მაგალითზე 60% არის გამრიცხველიანებული და ნუ დანარჩენი 40% მოიხმარს სასმელი წყალს არის უკანძის გარეშე. ჩვენი მიზანი არის, რომ პირველ ეტაპზე მოხდეს უმრიცხველი მომხმარებლებიდან კერძო სახლების გამრიცხველიანება 100%-ით და იქ სერიოზულ მნიშვნელოვან, ასე ვთქვათ, წინააღმდეგობას ვაწყდებით უშუალოდ მომხმარებლებისგან.
და მათი ესე ვთქვათ ცნობიერება ამ კუთხით არის საკმაოდ დაბალი და რიგ შემთხვევაში ალოგიკურ პოზიციებს ვისმენთ, აი მაგალითისთვის კერძო სახლი, რომელშიც ფაქტობრივი მდგომარეობით ცხოვრობს 5-6 პირი, აქვს ეზო, რომელსაც რწყავს, შეიძლება კონდეს რაღაცა თავისი მეურნეობაც მცირე. ამ შემთხვევაში ერთი სულია რეგისტრირებული, ერიცხება ერთი სულის ადეკვატური გადასახადი და ის ხეირობს იმით, რომ გაცილებით მეც მოიხმარს ვიდრე იხდის. და როდესაც ჩვენ ვცდილობთ აუხსნათ, რომ ის რომ თქვენ მეც მოიხმართ, ამით თავს არიდებთ გადასახადს და თქვენი მეზობელი, რომელიც მრიცხველით მოიხმარს და თქვენს ქალაქში მცხოვრები, მათ შორის მასზე ნაწილდება ეს გადასახადი. სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა, რომ რიგ შემთხვევებში და ძალიან ხშირად საერთოდ არ აინტერესებს მოხმარებელს, არ აქვს სოციალური პასუხისმგებლობა იმისა, რომ არ ინტერესდება ის, რომ მეტი მოიხმარა და ნაკლები გადაიხადა და ეს მეტის გადახდა, რომ სხვაზე განაწილდა კეთილსიძისიერ გადამხდელზე, ეს საერთოდ არ ადარდებს. ამიტომ რიგ წინააღმდეგობას ხვდებით, თუმცა ამ კუთხით ჩვენ მარეგულირებული კომისიის მიერ გვაქვს დადგენილი წესები, რომელიც არის მაქსიმალური სიმკაცრის მსგავს ტიპის ქმედებებისას, მათ შორის ჩვენ თუ წინააღმდეგობას გვიწევს მომხმარებელი, შეგვიძლია სასვენწყლის მიწოდების შეწყვეტაც. თუმცა, ხვდებით ხო, რამხელა გამოწვევებთან კავშირი, როდესაც აღრიცხვანის მოწყობის გამო უნდა მიხვიდე შეწყვეტა განახორციელო მომარაგების და მოკლედ ამას კიდე ცალკე თავისი პრობლემები ახლავს ხოლმე. ამ მიმართულებითაც მუშაობთ, არის გამოწვევები, ამ გამოწვევების საპირწონედ მათ შორის მუშაობთ ჩვენი საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით, რომ ცნობიერება გავზარდოთ მომხმარებლების და ეს აღრესუს კვანძის მოწყობა ნიშნავს იმას, რომ სამართლიან რამდენიც მოიხმარა, იმდენი გადაიხადო. და არ უშვებს იმას შესაძლოა, რომ ცალკეული უმრისხელი მომხმარებლები უფრო მეტს იხდიან, ვიდრე რეალურად მოიხმარენ. არც ესაა გამორიცხული, ამიტომ ჩვენ მარტივად სამართლიან პრინციპს თავაზობთ. ეს რაც შეეხება კერძო სახლებს, თუმცა კორპუსებში ნაკლებად ხვდებით, ესე ვთქვათ, უყაირათო მოხმარებას, იმიტომ რომ ეხლა კორპუსში ცალკე ბაღი არა აქვს და ეზოს ვერ მორეცხავს და მეტნაკლებად უფრო მეტი სტანდარტული მოხმარება არის კორპუსებში, უფრო ნაკლებია ესეთი ტიპის არაგონივრული ხარჯი, მაგრამ იქაც ფიქსირდება. და ზოგადად მოხმარებას რაც შეეხება კორპუსების მაგალითს რო ავიღოთ, საშუალოდ ერთი სული მოიხმარს დღე-ღამის განმავლობაში 156 litrს თბილისის მაგალითზე და რამდენად ბევრია ან ცოტა ეს რო შევადაროთ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საშუალო მოხმარება ერთ სულზე არის 120 ლიტრი. ანუ არც თუ ისე შორს ვართ, მაგრამ გამონაკლისია რა თქმა უნდა ის კერძო სახლები, სადაც ესე ვთქვათ, უმრიცხელოდ ხდება სასმენელს. ჩვენზე ნაკლებს ნამდვილად არ ბანაობენ ევროპელები. მეც თუ არა ხო პირობითად, მაგრამ მოიხმარენ. აი მაგალითად შვედეთში მე გამიკვირდა, როდესაც ამდენი წყალია და სხვათა შორის ერთ-ერთი გამონაკლისი ქვეყანა, რომელიც სადაც შეიძლება უკანის წყალის დალევა, ისეთივე თამამად როგორც ჩვენ ქვეყანაში. თქვათ შეზღუდვა აქვთ, რომ საღამოს საათებში კონკრეტული საათის მერე წყალი არ უნდა მოიხმარონ. გარდაუვალი, რა თქმა უნდა, აბაზანი არ უნდა მოიხმარონ, გარდაუვალი საჭიროების გარეშე. ამ დროს წყალზე დგას ფაქტიურად ქვეყანაც და თვითონ დედაქალაქიც. ხო, ზოგადად რესურსების არსებობა იმას ხო არ ნიშნავს, რომ ჯერ ერთი ამოწურვადია ყველაფერი, ხო? ხა წყალი ბევრი გვაქვს, რომ ვიძახით, არ ჩვენ ვისაუბრეთ ეთერამდეც, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს მუდმივია და ამის განახლებაც დრო ჭირდება იმ მიწისქვეშა წყლებსაც მათ შორის და აგერ ამ გლობალური დათბობის პირობებში ეს ვხედავთ, რომ მყინვარებიც მცირდება და მოკლედ ეს წყალი გვაქვს, მაგრამ მომავალ შეიძლება არ გქონდეს, ხო? ხო, გვაქვს ახლა, მაგრამ თლად ისეც არა, როგორი მითიც არსებობს ჩვენთან, ხო? ხო, და ეს პასუხისგებლობა, ზოგადად პასუხისგებლობაზეც ვისაუბრეთ და ჩვენ მას უყურებთ ახსენა, რომ ეს საზოგადო ცნობიერება და საზოგადოებრივად აზროვნება ამ მიმართულებითაც საჭირო, ყველა მიმართულებით არის საჭირო და ეს პასუხისგებლიანი მოხმარებაც არის ერთ-ერთი ამ ცნობიერების ნაწილი და აუცილებელია, რომ ამ მიმართულებით კიდევ მეტი ვიმუშაოთ. მე მახსოვს, რომ ადრე იყო პირობითად ონკანები, რომელსაც მოუშვებდა მე რომ უნდა დაგეკეტა, ხო? ეხლა არ ჭკვიანი ონკანები, რომელსაც რომ მოიხმარ ავტომატურად კეტა, აღარ მოწოდებას აღარ აკეთებს და აი ესეთი რაღაცეებით ალბათ ეს წარმოებლებიც ფიქრობენ ალბათ ამ თემებზე, იმიტომ რომ ეს ზოგადად ჩვენ თუ საუბრობთ
მოხმარებაზე, ცირკულარულ ეკონომიკაზე და ასე შემდეგ, მათ შორის რესურსების გაფრთხილებაზე ვსაუბრობთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემებია, ხო? ხო, საბოლოოდ მივდივარ თითოეული ინდივიდის პასუხისგებლობა, რა თქმა უნდა, სახელმწიფო პასუხისგებლობა, ბიზნესის პასუხისგებლობა, მაგრამ ყველა ეს ასე ვთქვათ, ინსტიტუტი საბოლოოდ თითოეულ ჩვენგანს ემსახურება და ჩვენ ვიხდით იმისთვის, რომ მივიღოთ ეს სერვისი, ხო? შესაბამისად, ჩვენ თუ არ ვიხდით სწორად, ანუ ჩვენ თუ იმ რესურსს არ ვაფასებთ, რაშიც ვიხდით უფრო სწორად. ანუ რა თქმა უნდა, ისევ ხვალზე გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ჩვენ დაგვაზარალებს და გიგა მინდა კითხოთ ასევე GVP ახორციელებს ასევე წყალარინების ეგრეთ წოდებული საკანალიზაციო სისტემის ოპერირებას და ამის ასე ვთქვათ სერვისს იგივე თბილისში, ცხეთაში თუ არ ვცდები. ანუ აქ რა მდგომარეობა გვაქვს? და ეს მე მგონი ბევრად კიდე რთული საკითხია და რამდენადაც დრო დაგვრჩება შევეხოთ ამ საკითხს და ანუ რა გამოწვევები გვაქვს და რა მდგომარეობა გვაქვს ზოგადად. ჩვენ საუბრის დასაწყისში როგორც აღნიშნე მომხმარებელს თავაზობთ უწევთ სერვისს როგორც სასმენწყლის მიწოდების ასევე წყალარინებით მომსახურებისას. თბილისის მაგალითზე რომ ავიღოთ დაახლოებით 85%-ზე მეტი არის ქსელის, ანუ შემკრები ქსელის დაფარვის არეალი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის 85%-ზე მეტი ჩართულია ცენტრალიზებული წყალარინების სისტემებში. ის 15%, რომელიც მიღმა ამ ქსელისა, ისინი სარგებლობენ ინდივიდუალური, ესე ვთქვათ, სეპტიკური აუზებით, თუმცა პერიოდულად ჩვენ ვახდენთ ამ ქსელის განვითარებასაც ისეთ არეალებში, სადაც დღესდღეობით არ არის წყალარინების ქსელი. ერთი არის თვითონ ქსელი და ქსელის მდგომარეობა და უკვე ამ ქსელის მეშვეობით მე ხდება გამწვენნაგებობაში, რომელიც გარდაბანში მდებარეობს და ემსახურება თბილისს, რუსთავს და გარდაბანს ეს გამწვენნაგებობა. იმ გამწვენნაგებობის მეშვეობით დამუშავება ამ ჩამდინარე წყლების და შემდეგ უკვე ბუნებაში დაბრუნება. უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო ქსელთან დაკავშირებული საკითხები. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ თქვით, რომ საინვესტიციო პროექტები თავისი, ესე ვთქვათ, შეზღუდვებით არის და ლიმიტირებულია ეს, ესე ვთქვათ, მოცულობა, როგორც ფინანსურად, ასევე ფიზიკურადაც შესრულების კუთხით. ამ ლიმიტირებულ თანხების პირობებში ჩვენ ნომერ პირველი ამოცანა და პრიორიტეტი, როდესაც საუბრობთ, რომ მნიშვნელოვანია პრიორიტეტულად დაიხარჯოს, არ აქვს მნიშვნელობა საერთოდ რომ არ იყოს ლიმიტი, ესე ვთქვათ, ფინანსურ რესურსებზე, მაინც პრიორიტეტებით უნდა წახვიდეთ განსაკუთრებით შეზღუდულ პირობებში. ნომერ პირველი ამოცანა და პრიორიტეტი ჩვენთვის არის, რომ სასმენწყალთან დაკავშირებული პრობლემები გადავჭრათ და სტაბილურობა და საიმედოობა სასმენწყლის მიწოდების სისტემების გავზარდოთ. ამის შემდგომ უკვე მოდის წყალარინების სისტემები. შესაბამისად, წლების განმავლობაში თუნდაც იმ წლებში განსაკუთრებით, როდესაც მცირე პორციით ხორციელდებოდა საინვესტიციო პროექტები და განახლება ამ მილსადენების, იქ კიდე გაცილებით ნაკლები იყო ინვესტიციები მიმართული წყალარინების სისტემებისკენ. შესაბამისად, წყალარინების სისტემები ცალკე აღებული კიდევ უფრო რთულ ვითარებაშია, ვიდრე სასმენწყლის მილსადენები, მაგრამ განსხვავებით სასმელი წყლისა, წყალარინების მილსადენების თვითონ ინფრასტრუქტურული ელემენტების სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ სასმელი წყლის მილსადენები არის უმეტესობა წნევის ქვეშ. აბსოლუტური უმეტესობა, რაც ნიშნავს, რომ მასში წყალი მიედინება და ამ წყალს აქვს გარკვეული წნევა, რომელიც დაძაბულობის ქვეშ ამყოფებს ამ მილს, რომელიც თავის მხრივ მილის სიცოცხლის უნარიანობას უფრო სწრაფად ამცირებს, ვიდრე უდაწნევო შემთხვევაში, მაგრამ წყალარინების სისტემების აბსოლუტური უნარიანობა არის უდაწნევო თვითდენითი და ეს თვითდენითი მილსადენების ძირითადი პრობლემა არის ხოლმე ის, რომ თუ ამის პრევენციული მოვლა შენახვა არ ხორციელდება, ანუ რეცხვა, პრევენციული გარკვეული წერტილების, რომელიც რისკის შემცველია, ხშირად გროვდება რაღაც მყარი ნარჩენები და ესე შემდეგ. ამ შემთხვევაში ხდება უკვე ბლოკირება იმ ცალკეული ადგილების და შეიძლება ხსმენიათ ან გინახავთ, როდესაც ჭის თავსახურიდან ამოდინება ხდება ჩამდინარე წყლების და ესე შემდეგ. ამ კუთხით ჩვენ ორად გავმიჯნეთ ჩვენი ხედვები. ერთია, რომ კაპიტალის კუთხით ინვესტიციები აქეთაც, რა თქმა უნდა, პრიორიტეტებზე მიმართეთ, მაგრამ ამის პარალელურად შევიძინეთ სპეციალიზირებული ტექნიკა, რისი მეშვეობითაც დავაწესეთ პრევენციული მოუნარჩენახვის გეგმები და სანამ უშუალოდ ეს გაბიდონა ან ბლოკირება მოხდება სისტემის, მანამდე ვახდენთ პრევენციას და რეცხვას ამ სისტემისას. ამიტომ იქ კიდევ უფრო
გვაქვს დამაიდებელი პოზიტიური დინამიკა ის, რომ ამ პრევენციული გარეცხვებით ჩვენ სისტემას კიდევ უფრო გაუხანგრძლივებთ, ესე ვთქვათ, ვარგისიანობის პერიოდს. ანუ ეს რა თქმა უნდა корпуსეც არის დამოკიდებული, მაგალითად შიგნით корпуსში რამდენად სწორად არის დამონტაჟებული ეს ასე ვთქვათ რომ ეძახიან მთავარი მილი, ხო? და მისი და ასე ვთქვათ როგორ ახსნა ფორმა, განთავსების ფორმა და მისი დაკავშირება მთავარ საკანალიზაციო, ვთქვათ, სისტემასთან. ძირითადად არის ხოლმე, როდესაც აი корпуსში აქვს პრობლემა, თვითონ არასწორად არის დამონტაჟებული რაღაცა შიდა სისტემები. აი არის ხოლმე განსაკუთრებით აი ძველ корпуსებში არის ხოლმე მსგავსი შემთხვევებიც, მაგრამ წეგან ჩვენ ვისაუბრეთ და მომხმარებელთან მიმართებაში აღმოჩნდეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვინმეს ეგონოს, რომ ძალიან ბევრი გვაქვს წყლის რესურსი, ორიოდე სიტყვით შევეხები, რომ ბევრი არ გვაქვს, მაგრამ საკმარისია, თუმცა ეს საკმარისი დროსა და სივრცეში არათანაბრადაა განაწილებული. ამიტომ არ გვაქვს იმის მოფუნება, რომ ჩვენ რახან ბევრი გვაქვს, ან მეტნაკლებად გვაქვს ეს რესურსი, უყარეთოთ მოვიხმაროთ და თქვით, რომ მოვიხმაროთ მაქსიმალურად საჭიროებიდან გამომდინარე და ვეცადოთ რომ არ კონდეს უყარეთ მოხმარების ადგილი. წყალარინების შემთხვევაში ჩვენ სისტემაში ხვდებით ხოლმე ისეთ ელემენტებს, რომლებიც ჩაყრილია ამ დგარებში, корпуსებში და ესე შემდეგ, რაც იწვევს გაბიდონას იმ პირველი მინდღების ჭისას. კი, ანუ სხვადასხვა ტიპის საყოფა ცხოვრება ნარჩენს, რომელსაც უშვებთ კი ბატონო, იქ ისეთი სიტუაცია, რომ უბრალოდ სოციალური პასუხისმგებლობაც უნდა კონდეს, რომ ისეთი რაღაც პირობითად პამპერსი და რაღაცები, ახლა ან როგორ ახერხებენ ამას უბრალოდ ვხვდები, ხვდება ხოლმე გაჭედვის მიზეზი მსგავს ტიპის საგნები, ესე ვთქვათ რა. და ესეთი ეს დრო და დრო უკვე მომხმარებლის ცნობიერებას უნდა გაიზარდოს, რომ მსგავს ტიპის შემთხვევები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მომხმარებელს ემსახურება ეს ინფრასტრუქტურა, ჩვენს მომხმარებელს ემსახურებით და ის ხარჯი და ის რესურსი, რასაც ჩვენ ამ ყველაფერზე ვწევთ, შეიძლება მიემართოს სხვა მიმართულებით, თუნდაც თავისი პასუხისმგებლიანი საქციელით, რომ მომხმარებელმა გაიზიაროს ამ ნაწილში. მე მაინც მგონია, იცით რომ აი მაგალითად корпуსს, როდესაც ხშირად ეჭედება კონკრეტული მსგავსი მიზნით, თქვათ საკანალიზაციო სისტემა, ან კონკრეტული რეზერვუარი, რომელმაც უნდა გაატაროს, მე მგონია, რომ აი ჩემი მეზობლის გამო მეც უნდა ვჯარიმდებოდე. ანუ საერთო რაღაცა საერთო ისეთი მექანიზმი უნდა იყოს შემოშავებული, როდესაც ერთი აშავებს, ვერ გავიგებთ ვინ დააშავა, ხო? და რეალურად ან უნდა გავიგოთ და გავაანალიზოთ, რომ ეს არასწორი კი არა, იმიტომ კი არა, რომ ცოდვა ან ღმერთი დაგვრჩის, უბრალოდ არასწორია ისევე ჩვენთვის და ჩვენ ვზარალდებით, ხო? იგივე როგორც რესურსის მოხმარებასთან დაკავშირებით. ყველაზე დიდი გამოწვევა ამ მიმართულებით, ახლა ჩვენასაც ვაკვირდებით, არის ის, რომ წყალარინების სისტემებზე, რომელიც თავის დროზე და იმ ლოგიკით არის გათვლილი დიამეტრის სიმძლავრე წარმადობა ამ სისტემის, რომ გაატაროს საყოფაცხოვრებო მოხმარებიდან გამომდინარე ჩამდინარე წყლები. მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობის შემთხვევაში, კერძო სახლებში განსაკუთრებით, ჩვენ ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც ეზოს სანიაღვრეს სისტემა მთლიანად დაერთებული აქვთ წყალარინების სისტემაზე. შესაბამისად, როდესაც წვიმა ნალექი მოდის, ასე ვთქვათ, წყალარინების სისტემაში გადავსება ხდება მარტივი იმიზეზის გამო, რომ ეს არ არის იმ წარმადობაზე და იმ მოცულობაზე გათვლილი, რომელიც ყისიერად ნალექის მოსვლის დროს ჩავიდა და ამ დროს ვიღებთ უამრავ ზარს, უამრავ პრეტენზიას, რომ იქ გაიბინა, გაიჭედა. დასაქმებული რა როგორც ვითი რამდენიმე 1000, ხო? კი, ჩვენს 2500-ის ფარგლებში ყავს თანამშრომელი დასაქმებული ჩვენს სისტემებში საოპერაციო მიმართულებას ძირითადად ვინც ოპერირებს, თუმცა ამის მიღმა ყავს კონტრაქტორები, რომლებიც ამ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებენ, რომელიც ჩვენი საოპერაციო საქმიანობის მიღმა ესე ვთქვათ. ხო, ალბათ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს მშენებლობების ინტენსიური მშენებლობების პირობებში, ხო, ეხლა გარკვეული უბნები ძალიან დაითვირთა, ხო, ძალიან ბევრი მშენებლობა არის და ალბათ არც იყო მაგაზე გათვლილი ეს სისტემები, რომ აი ეს როგორ არის უძლებს ეს სისტემა ამ დატვირთვას პირობითაც, რომ
მე მესმის ახლა განაშენიანების გეგმა მიიღო ქალაქმა და ასე შემდეგ, მაგრამ ხო ბევრი წლების განმავლობაში ხო ეს ფაქტიურად უკონტროლოდ შენდებოდა და დღესაც გარკვეულ უბნებზე მოთხოვნა დატვირთვათ და დაწოლათ დიდი არის და აი ეს სისტემები რამდენად ადეკვატურად არის თუ დამატება ჭირდება ხოლმე თუ როგორ არის ეს ამბავი ეს მაგაზე როგორ გითხარ? უშუალოდ ქალაქის ესე ვთქვათ უკვე განვითარებული ნაწილში მსგავს ტიპის პრობლემებს ჩვენ არ ხვდებით, იმიტომ რომ თავის დროზე გარკვეული დაშვებებით იყო ეს სისტემა, როდესაც წყალმომარაგების სისტემა კეთდება, არ ხდება აქ 2 და 5 წლის გათვლა, აქ არის უშუალოდ განვითარებული ნაწილში ზარ ქალაქის, მაგრამ შემოერთებულ ტერიტორიებზე, სადაც წყალმომარაგების სისტემები არ იყო გათვლილი, იქ რიგ შემთხვევაში ჩვენ ვაწყდებით პრობლემებს, როგორიცაა უშუალოდ იმ კონკრეტულ ზედაზონებში განსაკუთრებით, იმ მოცულობის წყლის ატანისას, რა მოცულობის წყალი საჭიროა მომხმარებლის დაკმაყოფილებისთვის. თუმცა პერიოდულად ჩვენ ვაკეთებთ ჩვენი სისტემის, ესე ვთქვათ, სიმძლავრეების გაზრდას. ჩვენ განვახორციელებთ პროექტი, რომელმაც ესე ვთქვათ, ალტერნატიული კვება გაუჩინა თბილისის ზედაზონებს და პერიოდულად გვიწევს მსგავს ტიპის ფაქტების ხედულობაში მიღება და ჩვენი სისტემის ესე ვთქვათ, ადაპტირება ახალ გარემოებებზე. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სწრაფად ხდება, სწრაფი ტემპებით ქალაქის განაშენიანება, ამ ტემპზე აყოლა მარტივიც არ არის. სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. კი ბატონო. აი რა ძირითადად მაინტერესებს წყლის რესურსთან დაკავშირებით ისევ რომ დაუბრუნდეთ და უფრო ნათელი იყოს ჩემთვისაც და მსმენელისთვისაც. ანუ თქვათ წყალი გვაქვს, მაგრამ შეიძლება ამ წყლის რესურსის თქვათ შესაძლებელია ნაწილის გამოყენება. ანუ გარკვეული ნაწილის ზოგი მიდგომა არის რთული თქვათ ამ შემთხვევაში და ამ რესურსთან დაკავშირებით აი გრძელვადიან პერსპექტივაში მაგალითად 10 წლის 20 წლის პერსპექტივაში გარკვეულად გრუნტის წყლებსაც იყენებთ მთის მდინარეებს და აი ძირითადად რა ტიპის წყალს სვავთ თბილისში მცხეთაში რუსთავში სადაც თქვენი კომპანია ოპერირებს უშუალოდ როდესაც წყლის რესურსზე საუბრობთ, მე მინდა აღვნიშნო, რომ რამდენიმეჯერ ვახსენეთ და თქვენს აღნიშნეთ, რომ შეიძლება არ იყოს წყალი, მაგრამ რთული იყოს ამის დამუშავება. წყლის რესურსთან მიმართებაში არსებობს წყლის რესურსის 2 სხვადასხვა ტიპის დეფიციტი. ეს არის პირველი აბსოლუტური დეფიციტი, როდესაც წყლის რესურსი ფიზიკურად არ არსებობს, არც ზედაპირული წყლის სახით, არც გრუნტის წყლის სახით და მეორე არის უკვე ეკონომიკური დეფიციტი. ეკონომიკური დეფიციტი წყლის ნიშნავს, როდესაც წყალი არსებობს, თუმცა ამ წყლის დასახლებულ პუნქტამდე ტრანსპორტირება, ან დამუშავება და სასმელ წყლის კონდიციაზე მიყვანა იმდენად ძვირი სიამოვნებაა, რომ შეუძლებელია ამ ყველაფრის გაკეთება, დაფინანსება და შემდგომ რა თქმა უნდა მოსახლეობისთვის მიწოდება. ჩვენ შემთხვევაში არც დღის მდგომარეობით და არც საომავლოდ რაიმე განსაკუთრებულ პრობლემას არ ველოდებით, იმიტომ რომ საკმარისზე მეტია ის წარმადობა და ის რესურსი, სადაც ჩვენ სათავე ნაგებობები გვაქვს, რის მეშვეობითაც წყალს ვიპოვებთ. ამ ყველაფერს ემატება ის, რომ ჩვენ, როდესაც ქსელს ვაახლებთ, განახლებულ ინფრასტრუქტურის პირობებში, კიდევ უფრო ნაკლები წყლის დანაკარგი გვაქვს, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო ზრდის იმ შესაძლებლობას, რომ დამატებით მომხმარებლებისთვის მიწოდება მოხდეს ამ წყლის. რაც შეეხება უშუალოდ წყლის რესურსს, თბილისის მოსახლეობას ძირითადად არაგვის ხეობიდან, არაგვის ხეობაში არსებული სათავე ნაგებობებიდან და თბილისის ზღვიდან მიეწოდება წყალი. ჩვენ გვაქვს გამწვენდი ნაგებობები, სასმელი წყლის, 2 ძირითადი გამწვენდი ნაგებობა, ეს არის ხმაღელის გამწვენდი ნაგებობა და სამგორის გამწვენდი ნაგებობა, რომლებიც თბილისის ზღვიდან იღებენ კვებას, ხდება დამუშავება იქ, ფილტრაცია წყლის, ქლორირება, იქვე ხდება ყველა საჭირო აუცილებელი სინჯის აღება, რომ დავრწმუნოთ, რომ ეს ნამდვილად სასმელი წყლის კონდიციაზე და შემდეგ სასმელი წყლის მიწოდება. არაგვის ხეობაში არსებული სათავეების უმეტესობა არის ეგრეთ წოდებული გრუნტის წყლები, სადაც ესე ვთქვათ, ფილტრაცია იმ წყალს არ ჭირდება, იმიტომ რომ გრუნტის წყალი უფრო სტაბილურია, ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები და ქიმიური წყობში აქვს და იქ მხოლოდ ქლორირება ხდება და იმ წყლის ტრანსპორტირება. ეს თბილისს რაც შეეხება. ხოლო რუსთავის შემთხვევაში 100% მიწოდებული სასმელი წყლის არის გრუნტის წყლები
და ხრამის სათავე ნაგებობა, სადაც დებედა და ხრამის შესართავი არის მდინარეების, იმ მიდამოებში არის ქალაქ რუსთავიდან დაახლოებით 30 კილომეტრის დაშორებით ეს სათავე ნაგებობა და ამ სათავე ნაგებობის მეშვეობით ხდება 100%-ით მოსახლეობის სასმენწყლით უზრუნველყოფა. უღრმესი მადლობა ბატონო გიგა, ბოლო შეკითხვა დღეისთვის შეგვიძლია ხომ თამამად გავაგრძელოთ ონკანის წყლის დალევა? რა თქმა უნდა. ძალიან მათ შორის თქვენს მეგობრებსაც გადაეცით რომ რუსთავში. არანაირი საფრთხე მე მინდა გითხრათ. ავაფრთხილებ მარტო ის არ არის რომ ჩვენ ამ წყალს ვამოწმებთ. ჩვენ რომ ვამოწმებთ, ჩვენ გვაქვს აკრედიტაცია შესაბამისი, აკრედიტებული ლაბორატორია, ამის მიღმა სახელმწიფო სურსათმცემლობის სააგენტოს მიმართულებით არის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სურსათმცემლობა და ის პერიოდულად ამოწმებს არა მარტო სასმელ წყალს ონკანებიდან, არამედ ჩვენს იმ აქტივებს და საშუალებებს, რის მეშვეობითაც ვახდენთ ამ სასმელი წყლის დამუშავებას. ამიტომ მერწმუნეთ, სასმელი წყლის ხარისხი და მისი მონიტორინგი ძალიან მაღალ დონეზეა და სასმელ წყალთან დაკავშირებული პრობლემები არასდროს არ ყოფილა არც თბილისში, არც მცხეთასა და ჩვენი ოპერირების არეალში, ესე ვთქვათ. უღრმესი მადლობა ბატონო გიგა, ჩვენი გადაცემის მე და გარემო სტუმარი იყო GVP-ის აქტივების მართვის დირექტორი ბატონი გიგა ნადირაძე. აუცილებლად გავაგრძელებთ ჩვენ წყალზე საუბარს. დიდი მადლობა თქვენ. დიდი მადლობა, ნამდვილად საინტერესო საუბარი გამოგვივიდა და ხო, ალბათ ეს წარმოდგენები შეიძლება ძველიდანაც მოსდევს ვიღაცებს, რომ ჩვენ ხა ბოლო 30 წელი ვიცით რომ როგორი პერიოდი გამოვიარეთ, ხო და ბევრი რაღაცა სტერეოტიპები დაგვჭა ალბათ და მე ნამდვილად ერთის რამის თქმა შეიძლება ხაზგასმით რომ დღეს ბევრად უკეთესი სერვისი გვაქვს ამ მიმართულებით, მათ შორის წყლის მომარაგებით და ამისთვის დიდ მადლობას მოგახსენებთ და გისურვებთ წარმატებას მომავალშიც რომ უფრო ეფექტურად განახორციელოთ თქვენი საქმიანობა. მადლობა თქვენ დროისთვის და ნუ რა თქმა უნდა მსგავსი ტიპის საუბრები და ეთერი, როდესაც ჩვენ ამ საკითხებზე მსჯელობთ, პლუს ამ ყველაფერს ემსახურება მიზანს, რომ ჩვენ მომხმარებელი გვისმენს, რომლის ცნობიერების ამაღლებაზეც მუშაობს და მოხარული ვართ მსგავსი ტიპის აქტივობებში ჩართული. მადლობა, გავაგრძელებთ თანამშრომლობას აუცილებლად. მე და გარემო გემშვიდობებად, სვირფასო რადიო მსმენელებო, უკვე დეკემბრის 4 შაბათამდე უკვე ზანთარში შევხვდებით დროებით.